ვა, ირაკლი? რასაკეთე? ამოცანას ვხსნი, მარიკა. ხო, შენ ერთი წუთითაც არ დაგაგვიანდეს მაგმაცივრის გახსნა. რა ამოცანას ხსნი? ესე იგი, ამოცანაში მოცემულია ორი ბინა. ერთში ცხოვრობს სიძე, ცოლი, სიდედრი, მეორეში ჩვენ. იმ პირველ მოცემულ ბინაში სიდედრი და სიძე ჭამენ ერთმანეთს. შესაბამისად ერთად ვერ ცხოვრობენ. ამოცანა გვეკითხება. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიძემ და სიდედრმა იცხოვრონ ცალ-ცალკე და შესაბამისად ერთმანეთი არ დაჭამონ? რას ვაკეთებ მე? მივდივარ იმ პირველ ბინაში, მომყავს სიძე და ცოლი ჩემთან და ცოტახანი ვაცხოვრებ აქ, მეორე მოცემულ ბინაში. შესაბამისად სიდედრი რჩება მარტო და ლოგიკურია, რომ სიძე და სიდედრი ერთმანეთს ვერ დაჭამენ. გადის ხანი. ვკიდებ ხელს სიძეს და ცოლს და ახლა მიმყავს იმ პირველ მოცემულ ბინაში. იქ შესაბამისად სიდედრი მომყავს აქეთ. ახლა უყურე რა ხდება? იმ ბინაში დარჩენ სიძე და ცოლი, სიდედრი იქ არ არის, ერთმანეთს არ ჭამენ და ცხოვრობენ ასე ბედნიერად და დიდხანს. ვერ ამოხსენი, მარიკა. ასე სიდედრი ჩვენთან რჩება. კარგი, ირაკლი, ჭინი ნუ ამირეერა. რა სიდედრი რა დაჭამა? ხუმრობაში დროა ახლა. რა გავიცდა არა ხვალ სოლომონის და ეკას ქორწილი როა? თან ეკა აქედან უნდა წაიყვანონ. ისე უნდა მოაწყოთ ყველაფერი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. რას ქვია დამავიწყდა? დღეს დილიდან იმ ჩემ პიჯაკსაც ვეძებდი. რომელ პიჯაკს? რომელს და ის რომ აქვს ყავისფერი პიჯაკი, მსხვილი, მუქი, ყვითელი ზოლებით. კარგი, ახლა არ ჩაიცვა ის პიჯაკი, არ გადამრიგე. არა, მარიკა, მაგ პიჯაკს დათოსთვის ვეძებდი. ისე ჩემ შავ შარვალსაც ვეძებდი და ხო არ იცი სად არის? არა, ეგ არ ვიცი. აჰა. მოიცა? დათო! იცი რას ფიქრობდი? ხო. ჩვენ რო წყნეთში ნაკვეთი გვაქვს. ის კანონით ბოლომდე ჩვენი არ არის, ხო? მე მგონი არა. ხო და იცი რა ვიფიქრე? აი, ეხლა ახალი პროექტი რომ არის. რაც შენია. ხო, ხო იცი? აი მის მიხედვით თუ ერთი წელი ფლობ ნაკვეთს, შეგიძლია დაიკანონო და შენ საკუთრებაში გადმოვა. ტელეფონი იცი? გავიგებ. ვაუ. ირაკლი, რა მინდა გთხოვ? ირა, რამდენი ხანია მე რაც ამოთახში ვცხოვრობ? დათო რა. ო, მართალია 6 თვეზე მეტი არ არის. აი. ირა, ქორწილისთვის ჰალსტუხი მათხოვე რა. გამაგიჟებს მე ეს ბიჭი. გუშინ არ გათხოვე? კი, მათხოვე, მაგრამ გეხოცები რა, იმ ჩემულებს ნუ ამომალაგებიდებ რა. ვაჟა, ხოდა მირეკა 2 დღეში გადავდივარ. 2 დღეში, ესე იგი, დღეს არა, ხვალ არა და მარიკა, ზეგ დიდი დღეა. დიდი. ისე
როგორი გზნობა იცი რო იცი რომ ორ დღეში უნდა გადახვიდე როგორი როგორ არის და ეხლა წამიდი ხო დაგამდა გათენდა ვერ კიდე დაგამდა კარგით ეხლა, კარგით. გაჩერდით. ხო იცით, სოლომონთან არ უნდა შევრცხვეთ. თან შეიძლება ბოლო ჯერ ვნახულობთ იმ კაცს. მარიკა მართალია. არ უნდა შევწყვეტ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთოთ. მარიკა, შენ საჭმელებს გააკეთებ, ღვინო ტრადიციულად ჩემზე იყოს. დათო, შენ რა ქენი იცი? აი ეს კამი აიღე. და სადარბაზოში მეორე სართულზე დადგი ის კაცი, რომ ამოვა გზად შეისვენებს. ისე რა ოჩახ შენ გაძლებას რა რა აი ოჩახ რა რა ისა რომ შენი ცოლის დაქალი ხომ მოდის აქ და თან კიდე საქმროც აქ მოყავს მიხვდი ხო? და სამაგიეროდ რა გინდა მთხოვო? რა მინდა სამაგიეროდ რა გინდა მთხოვო? არაფერი დათო ხო იცი ქორწილისთვის მემზადებით ყველა და რა იცი რაში დაგჭირდეს აი ეს 50 ლარი კონდეს აი რა მე ამას ვერ გამოგართვებ ეხა სხვა დრო უკვე მე შევიწევ საყარი. ნახე მარიკა ეს ნახდათ დგას გამოსწორების გზაზე 50 ლარი მივეცი 50 ლარი და არ გამომართვა 2 ლარიანი დათო უი სანდრო გახსოვს რომ თხოვე რამე წიგნი მათხოვეო? მე აი მოგიტანე. პაულო კოელიოს ალქიმიკოსი. კარგი წიგნია მოგეწონება. კიდე მსოფლიოს საოცრებებზეა? არა. ერთ ბიჭზეა, მეცხრე ბიჭი არის უდაბნოებში დადის განძის საძებნელად. აი დავიკეთე. გამარჯობა სანდრო. სანდრო? ანანო. კიდე კითხულობ სანდრო? აბა? რა წიგნია? პაოლო კოელიოს ალქიმიკოსი. კარგი წიგნია, ერთ მეცხვარე ბიჭზეა, უდაბნოში განცეძებს. მე უკვე წავიკითხე და რა ვიცი, თუ გინდა გათხოვე. კაი, მათხოვე. უი, ახალი საქორწილო კაბა? გამყიდველმა რაო. რომ ხვიდოდი ვიცოდი, მაგრამ ესე მალე ნამდვილად არ გეუბნებოდია. არა, ძალიან მაგარი კაბა, აი ძალიან. აი ნახავ როგორ მოეწონება სოლომონს. სოლომონი. აი მე სოლომონზე სულ სანთრები და ხანძარი მახსენდება. ძალიან ინერვიულა. ეგა, რა ქენი იცი? მეორედ რომანტიული საღამო სანთლებით აღარ მოიწყო. აბა რით სანდრო? მათრახით ეგა, მათრახით. აი რა სანდრო, ხა მაიმუნობის დრო გვაქვს. იცი რამდენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი? მართალი ხარ. სია მოიღე? სია. სია. ეკა. დამრჩა სია. აი ესეც ვიცოდი. მე მაქვს. აჰა. ანანოს სია დარჩა. წავშალოთ. აი ესე. ხო მართლა სანდრო. მოსაწვევები დაარიგე? ხო, ეგ უნდა მეჩვენებინა, ნახე. შენ ტექსტი ნახე. გეპატიჟებით ეკას და სოლომონის ფრჩხილებში ვატოს ქორწილში. მეჯვარეები ანანო და სიმპათიური სანდრო. კარგია სანდრო, კონტრაიცი მომეცი და მე დავარიგებ, კარგი? რო დავარიგე უკვე? ეკა, ძალიან დიდი მადლობა ქორწილში დამპატიჟა, აი გოგოებსაც ძალიან გაეხარდა. ხო, სანდრო. თამადაზე ვიფიქრე. მე თაბადად არ გამოვდგები. შენ კი არა ირაკლიზე გეუბნები. ხო, ანანო, შენი ახლობელი ხო გადაიღებს კამერით, კი, როგორ არ გადაიღებს? ეკა, იცი რა ვიფიქრე? აი, იმდენი ქორწილები გაქვს უკვე გადაღებული, რომ ეს კაი ბესს გააკეთებდია.
ეს რა არის? ეს არის დარბაზის სქემა. აი ვინსა დასხდება? ჩვენ აქ დავსხდებით. ვარა მაგარი, აქ პირველებს ჩვენ მოგვიტანებთ გებრიელს აჩვენებს. არა, პირველი მარიკას მიუტანენ. სამზარეულოსთან ახლოს დამსვიო მთხოვა. აი აქ ვერ დავსვი ვერავინ. მუსიკასთან ახლოს დაждომა არავის უნდა ხმაურიაო. რაკენი იცი? მან სოლომონის მეგობრები დასვი. ყურში მაინც არ ესმის. ეგენი სოლომონის მეგობრები ჩობედასო გასასვლელში სასწრაფო რომ მოვა ადვილად გაიყვანა. მომისმინეთ, აი აქ ვსვამ თანამშრომლებს. მაგრამ ეს სოლომონის წერვამდივანი სადავსო არ ვიცი. აი ეს მაგიდაც არიელია? არა, აქ მარტო დები ღლონდების ხმია. ეკა მე რეკშენის წერვამდივანი მიუსი ღლონდებს ისინი მიხედავენ. ვიცი რა ისევ ღალო რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. კარგად ჩაივლესებო რა კაირა თან პირველი გამიგელოდე. რა პირველი მეოთხე? რომელი საათია? ეკა სალაში ვაიმე დაფაგვია საფრთხეში. მოიცა. რა? მეც სამოვამ რა. ო, მეჯვარე ვარ და რამე ისეთ ორიგინალურ ვარცხნილობას გავიკეთებ. რა, სანდრო? რას და ეს აქვია ნანეტიო თუ რაღაცა. წამოდი გავერთობი. თამარ. თამარ, ეს ზედა კარგია? ავეცი. არის გამომწვევი? ცირა გამომწვევი ნაკლებად ქეთევა. შეხედე? ხო არის გრანდიოზული. ისე რა? მაგანცა? ვა, რა ხდება? მასკარადზე მიდიხარ? ეხლა ამას რომ გავგლიჯა. ვერ ხვდები ამ გოგოს რატო ეხვევიან ბიჭები? გვანცა, გვანცი. იცი რა, შენი რჩევა გვჭირდება. ჩემი რჩევა? ხო, ქორწილში ხომ მივდივართ და აი რა ჩავიცოთ, კარგად რომ გამოვიყურებოდეთ რა. რა პრობლემაა? მოიტანეთ და რამე სავარჩევთ. ხო, რა ყველაფერს მოვიტან. ისა, გვანცა, რა მინდა კითხო. აი ეს კაბა, კარგია, ჩავიცვა. საშინელებაა. ჰა? არ ვარგა. თამარ! შემოდი, დავყრი და ავარჩიოთ. თამარ, მე ამ კაბას ჩავიცვამ. ჰა? რა? მე მინდა. რა? მე მინდა. კარგია, სულ მე უნდა დაგითმო, ხო? კარგი, სულ მე უნდა დაგითმო. ისა, გვანცა, შენი დახმარება დაგჭირდება ქორწილში. ეხლა მომისმინე, ცეკვები რომ დაიწყება, შენ მიხვალ გამოიწვევ ვინმე ბიჭს, მერე მე მოვალ შუაში ჩაგიდგებით და შენ წახვალ შენს ადგილას დაჯდები. აუ, რატო დაჯდება? მე? შენც, კარგი, ხო. ხო, რა უნდა მეთქვა კიდევ, აი ეს ორივემ დაიმახსოვრეთ. მომისმინეთ? ქორწილში რომ დაიწყება ის სიმღერა, სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს? მატარებელში პირველი მე ვდგები. ხო, კარგი. და თამარ არ დაგავიწყდეს. გაგფრთხილებ. ქორწილიდან უნდა წამოიღო დამტვრეული თეფშის ნაწილი. ღამე ბალიშის ქვეშ დავიდებთ, საბედო დაგვესიზმრება. აუ, ქეთევან, კარგი, რა ტყუილია ეგ ყველაფერი არ გახსოვს გოგო? ეთუნა მაჩაიძის ქორწილიდან რო წამოვიღე, მთელი ღამე არ დამეძინა. მეჭობოდა. უთხარი. გვანცი, ქშია? არა ხო? მომისმინე? გვანცი. შენ ახლა ევროპაში ცხოვრობ და გეცოდინება ბიჭებს როგორ მოვაწონოთ თავი. კარგი. თავარი წესია, ხო?
ნუ არ მიაქციოთ ყურადღება, აი ისე ვითომ არც გაინტერესებთ. გაიგე კეთება, შენ რომ მივარდები ხოლმე და ეტოლები ყველას. მე? ხო. ნუ კიდე კარგი იქნება მოუყვეთ რამე ისტორია. აი მაგალითად პირველი პაემანის შესახებ. ხო, პირველი პაემანი იყო იუზაბიძიას რომ გაყევით, ჩუმად ლაურა ბიცოლას რო ხდება. გაგძელე რა, გაგძელე. ესე ძნელია რამის თქმა. მაგალითად ზოგ ბიჭს მოსწონს გოგო რო სიგარეტს ეწევა. ნუ რავი, ზოგს რა მოსწონს, ზოგს რა. აი სა გვანცი, დამელოდე გვანცი. სიგარეტს? ბატონო ირაკლი ემზადებით ამადობისთვის. ხო, გონებას ვასვენებ და სხეულს ვადუნებ. ირა ისე მაგარი შაპონი დაგითრევია რა. აი ლურჯ ბოთში როა. ხო. ეგ მაგარია, ოღონდ გაპარსვის შემდგომი ლოსიონია. ჰე. რა ხალხია რა, სხეულს არ მოგადუნებინებენ. ისე იყოს ირაკლი, კარგი სუნი აქვს. სიყვარული მუშიარება ეს ხორება გადაიშვა ეთერმა საუშენი გადაგვაფარე ეხორება გურცინარე ხაზე საუშენი გადაგადა დათო რა საკეთებ? არაფერს ის რარანი მოდი აქ. ისინი ამოვალა. გამოიცვალე. ჩაიცვი რამე, ჩაიცვი. წამოდი რა, მალოჩი. ამოგირჩევთ რამეს. ხო, ამომიჩეთ. ვასმტერი დაგეცალო. ტიალი, ოხე ტიალი. მოწილია კეიფი. ქორწილია კეიფია გრიალი. გრიალი. ტიალი, ოხე ტიალი. ქორწილია კეიფია. ხო და ესე იგი, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი წალმული. აი სულ ჩხუბობდნენ. ერთხელ რძალი გამოვარდა ეზოში და ბოლო ხმაზე ყვიროდა. შენ მული ხარ? შენ დამინგრიე ცხოვრება. საერთოდ მეჯავრებიო, შეგველო. აი ესე. ეკინახა. ეგეთები რამდენიც გინდა. აი დედაჩემი და მამიდაჩემი თავიდან ცხოვრობდნენ ერთად და მახსოვს რომ ყველაფერზე კამათობდნენ. ერთხელ რა უთხრა ეს მამიდაჩემმა დედაჩემს. შენ სახლში შემოსაშვები ხარ? შენ დაღვუყე ეს ბიჭი, დაღვუყე და აურია თავგზავ. ხო ბატონო, ისე იქცევი, ვითომც აქ არაფერი. მე კიდე პატიოსანი, წესიერი და კარგი ადამიანი მეგონე. აი სტრაფი. რაღა დროს ეგეთებია. მარიკა დანა მომაწოდე რა დავჭრი ამას. მარიკა დააგეძალა. მოგეუბნებოდი ირაკლი. მე სულ გადაირიეთ, ხო? რა ეხლა თქვენ ჩხუბობდით?
ვაი, დათო, ვაი. მე მგონი შენს გჭირდება მოდუნება, დაჯექი. დაჯექი, შენთვის ძალიან საპასუხისმგებლო დავალება მაქვს საღამოსთვის. ესე იგი, მე ხო ვარ თამადა. შენ უნდა იყო თამადის, ანუ ჩემი მოადგილე. რა მოკნა? რა უნდა ქნა და როდესაც თამადა, ანუ მე, სადღეგრძელოს ვიტყვი, შენ ეს სადღეგრძელო ლამაზად უნდა განავრცო და ხალხამდე მიიტანო. აჰა. ირაკლი, წინასწარ გეტყვი. ხელფასი რამდენი იქნება შენს მოადგილეს? ნუ ახლა შეიძლება არ მაწყობდეს ირაკლი. დათო, მორჩი მაიმუნობას. მართლა სერიოზული საქმე მაქვს. და ეხლა გეტყვი ერთ სადღეგრძელოს. მისმინე? ამას ვიტყვი ალბათ სადღაც მე-5-ს, მე-6-ს. მარიკა ხმაურო. მარიკა ხელს გვიშლი. არ დავალავო. არა. დათო, მომისმინე. ერთმა ხონთქარმა რომელსაც ცოტა გონება შეზღუდული ვეზირი ყავდა. ცურვა არ იცოდა. ხო და მიადგა ერთხელ ეს ვეზირი და მე ხო თქვი არა. გაცრავად. მარიკა, ჯერ ეს ოთახი რო დაალაგოთ, არ გინდა? ეგ ოთახი დავალაგე უკვე. დაალაგე. ხოდა დათო ამ ხონთქარს ულამაზესი ასული ყავდა. ხოდა ამ ვეზირს ეს ასული შეუყვარდა. მიადგა ერთხელ კოშკში და ეუბნება ხონთქარის ასულო, ხონთქარის არა რა ასე არაფერი გამოვა, წამო ბარში ჩავიდეთ რა. წამო. ისე რა მაგარი იქნება რა, ყველას ვეცოდინება რომ თამადა და მოადგილე ღირსეული ადამიანები იქნი არიან. მაგარია რა. ასემტერი გაიწალეს დიალი. დიალი. ესეც მოვნიშნოთ. ეს 25-ს მოვნიშნოთ. ეს თამადას მიართვით. დათო, დღეს არ უნდა შევწყვეთ რა. მაგარი სადღეგრძელოები უნდა ვთქვათ. ხო. მოდი კიდე რამდენიმე მოვნიშნოთ. მოდი. ესე იგი, ერთ პრისტავს ქოფაკები დაედევნენ. გამოვიდა ჩაგვესწორებომა. შერვაკეთა ჩამოხვედი, ვერატო წამოვედიო. როგორ გაგერდება საპონი გაძვირდა, ნალბანდი გაწიწმატე და. არა, ეს არ გვინდა. ეს არ გვინდა. და გამოძვრა დიოგენე კასრიდან და თქვა: შენ რომ მიდიხარ ეხლა ათენში მე უნდა წამოკვე შენ და როგორ დაგეწევი ასეთი დაბიჯებით მიდიხარ, რომ უნდა დავითვალო რამდენ დაბიჯი გადაგავ. კოღო რა საჩუქარიაო, ასე დაერქვა სართიჭალა. მოიცა? აბა ეს 37 ცალხელა კაცი კრიალოსანს ათამაშებდა. მეორე კაცი მოვიდა და მე ეს კრიალოსანი გუშინ იმიტომ კი არ გავაკეთე რომ შეიძლება ჩამოვიდე. მე შემოვიდა ჩამოვაგდა და გავაკეთე და აღშფოთდა მამაცი საჭურისი. ეხიდან ჩამოვაგდო. აი სიცოცხლის ბოლო წლები ბედნიერად გაატარაო. ხოდა გაუმარჯოს. აი ამას ვიტყვი. ძალიან კარგი. დათო, სადღეგრძელო კარგია, მაგრამ აერთი რამე გემრიელი ლექსი რო გვეთქვა, ეფექტი 1-2-რად გაიზრდებოდა. ირაკლი. ხო. მე ხო მოადგილე ვარ. ხო. მე ვიტყვი ლექს. რომელს? რომელს და იმას. აბა მიდი. შენ ჯვარს
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს ნელი კი არა მე ისა მერი მერი იმ ღამეს თვალთაკვდომა მერი იმღამეს თვალთაკვდომა სანდომიანი ელვადაფერი მწუხარე იყო ვით შემო მწუხარე იყო ვით შემო ირაკლი ვით შემო რა არის ვით შემოდგომა მწუხარე იყო ვით შემოდგომა კარგია იცი რა შეიძლება სულაც არ დაგჭირდეს ამ ლექსის თქვა მაგრამ რო ვიცით ეს უკვე კარგია დათო აი ეს სადგეგძელოც ხო არ გვეთქვა აი 28 ცოტა ხნის წინ რო მოვინიშნეთ 28 სადგეგძელო აი ეს აი და გამოიყვანა მეფემ 300,000 მებრძოლი 300,000 დიახ 300,000 და მტერს ეკვეთა ხო აი აქ შენი დახმარება მინდა რა ჩემი დახმარება რაში გინდა რაში გინდა და უყურე მე რო ვიტყვი და გამოიყვანა მეფემ 300,000 მებრძოლი შენ მეკითხები 300,000 მე გეუბნები დიახ 300,000 და მტერს ეკვეთა გაიგე მოდი გავირეპეტიციოთ და გამოიყვანა მეფემ 300,000 მებრძოლი კითხე რა ის ვით შემო ის 300,000 დიახ 300,000 და მტერს ეკვეთა როგორია ნუ გავიწყდება ხოლმე რა არ დამოვიწყდება ირაკლი ვით შემო დათო სადგეგძელოები კარგია მაგრამ მე ხო თამადავარ მე მოადგილე ეხლა ერთი სასაცილო ისტორია არ უნდა მოყვე ხალხი ხომ უნდა გავახალისო რა მოყვე ვიცი იმას მოუყვები შენ ჩემთან გადმოხვედი საცხოვრებლად და რო აღარ მიდიხარ გუე ირაკლი სირცხულია იქ ნატა იქნება ირაკლი თან მე თამადავარ მოადგილე უბრალოდ აბა რა მოუყვე აღარ მინდა სასაცილო ისტორიაც მაქვს აშვებით, ემზადებით ქორწილისთვის. სანდრო, ნუ მელაპარაკები, ახლობელი არ შემოვიდეს, ვინმე იქით გადაჯექი. სანდრო. ძვირი დაგიჟდეს ვარცხილობა? 40 ლარი. რა? არა, ახლა ხარისხი თუ გინდა, ცოტა ძვირი უნდა გადაიხადო. ირაკლი, შენ ახლა თამად ახარ და ხოდა შენ ხო თამად ახარ? შენ ალბათ მოადგილე იქ. კი, მოადგილე ვარ. მერე რაკენი დაალაგეთ სადღეგრძელოები. კი, დავალაგეთ, მაგარი რაღაც დავუმღამეთ. გაჩვენო, ირაკლი, გაჩვენოთ. ვაჩვენოთ, მიდი. ძვირფასო მეგობრებო! მოусმინეთ მეგობრებო, მოусმინეთ! აუ, ისე ყოჩაღეკას უკვე მეოთხე ქორწილი აქვს. რამდენი ქმარი დააგროვა არა? გვარები რამდენი დააგროვა? დაწერილი მაქვს მოადგილე ხო არ მაინც. ახლა როგორ ჟღერს?
ეკა შენგელია კუტალაძისა, უდუმაშვილისა, აკოფოვისა და გეფერიძისა. კარგია. ირაკლი. ხო. ეხლა ექიმი კაცი ხარ, შენ უფრო მიპასუხებ. ეხლა აი ამ ვარცხნილობას, ხო იცი მე მეჯვარე ვარ და რა უფრო მოუხდება? ქუდი სანდრო. დიდი ქუდი. აჰა, ეს აქ არის, ეს აქ. მოდი მაინც ღვინო ვნახოთ. ხوار წაკრავს ცოტას. აჰა. ეს ოხ, გოგი რა კარგი ღვინო გაქრა. შენ გაიქარ. სამ, აი ეს როგორ არის? დაგამოიყვანა მეფემ 300,000 მებრძოლი. 300,000? დიახ, 300,000. დათო ეს რა მაგარი პიჯაკი მქონია არ მახსოვდა? ხო, ქონია, გამისწერე. ვერ ისწავლე ხო ამ ხალხის გასწორება? ირაკლი, რა მინდა გთხოვ? უიმე, არაფერი, გავიხილე. დათო, ყველაფერს წარმოვიდგენ. ხო. ჩემ სახლში რო ჩემი ცოლის ნათესავი გადმოვიდოდა საცხოვრებლად, მაგას წარმოვიდგენ. ეგეთები ხდება ხოლმე. თან ცოლთან ერთად. ეგეთები ხდება, უბრალოდ იშვიათად. მაგრამ ამ სახლიდან პატარძალს თუ გავათხოვებდი და თან ეს პატარძალი ჩვენი ეკა იქნებოდა, მაგას ნახდათ ვერ ვიფიქრებდი. კარგი რა ირაკლი, რასტერულობ? მომაი ვატო სოლომონი ერთოში გადავდეთ და წავა. ასე ადვილი არ არის. აბა, პატარძლის წაყვანას თავის წესები აქვს. კარგი რა ირაკლი, ყველაფრის გაზვიადება ნუ გიყვარს ხოლმე რა. აი მაგალითად ეს ძველი წესი ქართული, რომ სიძეს პატარძალს არ ატანენ სანამ ფულს არ გადაიხდეს. რა უნდა გადაიხადოს? ფული. რამდენი? ირა, წილში ხარ იცოდე. რა წილში ვარ, დათო, სიმბოლურთან ხაზია საუბარი. ბიჭო, რა სიმბოლური, ასეთ შანს კაცი ხელიდან გაუშვებს ირაკლი, და იცი სოლომონს რამდენი ფული აქვს, 200 ლარს ისე მოგწევს როგორც არაფერი. მოგწევს. კი. მოგწევს. ვა! ირაკლი, რა მაგარ ფორმაში ხარ? საღამოს ასაკეთებ? არც არაფერს არ ვაკეთებ, მარიკა, თავისუფალი ვარ, მაგრამ ისეთი რიარია ამ სახლში რა გინდა რო ქნა. აჰა. ვიტუხტუხოთ დღეს. რა უნდა ვქნათ? რა იყო ვიტუხტუხოთ? კეთილვან? თამა, სად მიდიხარ? სად უნდა მივდიოდეთ ქორწილში? აჰა. ნომერი გაქვთ რამე მომზადებული, ხო? ეს რა არის? თამა, კეთევან, ერთი რჩევა მაქვს. ლიფტის ფულის ასაგროვებლად რო წახვალთ, 100 არ ჩაიცვალთ, თორემ მეზობლები შორიდანვე გაიგებენ თქვენ ჩხარუნს და დაგებალებიან. მოდი რა. მოდი შენ ჩემთან. მოდი. რა ხდება ირაკლი? მოდი. აი ეგ დაჯექი. დათო აბა შეხედებ. რა იყო ირაკლი? პირველად ნახე დღეს? არა, მაგრამ აი ამ კომპოზიციაში სანაჯდები რა. ჩვენი პატარძალი. ვიზარა პატარძალი აბა შეხედე აბა. დათო, ამათ ერთი 200 რო დაემატო კიდე.
აქენ დავხსინებენ. კარგი რა, ირაკლი. ცოტა ვარ. რა ლამაზია ეკა. ეკა ნამდვილი დედოფალია. ირაკლი. მოდი. ბიჭო, 200 კი არა, მე მგონი 500 უნდა გამოვარდნო. რატო? რატო? გვანცა? აი ეგრე რა. ოჩა. მარიკა. გვანცა, das ist meine Katze. ეს რა არის? რა ჩაგიცვამთ? შენ რაღა გინდა, გოგო? რაც გითხარი ის ჩავიცვით. მე გითხარით დისკოტეკისთვის, ქორწილისთვის კი არა. მაგარი ხარ გვანცა? გვანცა? ვა, სანდრო? ვა, რა მაგრა გაქთმა? ოჩა, მომეწონა. მართლა? აი, ეს მადლობთ. მაგარი ყავს. ირაკლი. თამარ ლამაზი ვარ. შენ მართლა ძალიან ლამაზი ხარ ეკა. შემოტრიალდი. ირა, 500 და დავამთავროთ რა. ანანო! ირაკლი. გამარჯობათ. ვაიმე, ეკა რა ლამაზი ხარ. ვა, დათო. გამარჯობა ანანო. ანატა. კაი. ნახე, ხელთათმანები გაუკეთებია ქალბატონს, რომ თაიგულის დაჭერისას ეკლებმა ხელი არ შეუშალოს. ქეთევან. ხო გახსოვს რაგბი. ირაკლი, გიხვეწები აიღერე კავს რა. დედოფალო მომძანდით ეს. დედაცვალე, მეჯვარეთ ნახე. ქალბატონო ნატა, მოგეგადება სახით მომძანდით. თამარ ქეთევან, ამატარეთი კაცრავად მაპატიე. მოდი სანდრო. არ მომეკარო. გვაცა. შენ ხარ მაგრამ დათოვა, ერთი შუქანიშანი უნდა დავკიდო ამ სახში. გოგი! ხო, არა ჯერ არ მოსულა იგვიანებს. კი, აქ არის ამასაც წავა. ცოლიც აქ არის და შეიძლება ითქვას შვილიც. ხო, შეეგუა, ცოტა მოვიდა ასზე. კი, აქ არიან დაჩხარულობენ აქეთ იქით. მეოთხეთ ხო, მეოთხეთ. კი. კარგი გოგი დაგირეკავ მე. კარგი. ეკა? გოგი მოგილოცავ. აიმე მადლობთ და გოგი ვინ არის? ჩემი მეგობარი ქირურგი როა ჩვენთან კლინიკაში. რომელი? შენ არ მოგეწონება 38 წლისაა ჯერ. ირა. ბიჭო, 500 ცოტა ხო არა? არიღებს. ეკა ნამდვილად ახსოვდა რომ დღეს უნდა მოსულიყო? კარგი რა სანდრო, ხუმრობის დროა ახლა. აი მე ეკა, შენ სახლში რო ხანძარი გაჩნდა, სოლომონი ნამდვილად გამოიყვანა. გამართული აქვს. ეკა, ნერვიულობ. იცი ჩვენი ქორწილის დღესაც დათო 4 საათი დაიგვიანა. აი ეს ხალები გამაგიჟებთ რა, ესეთ უმნიშვნელო რაღაცებს როგორ იმავსწორებთ ხოლმე რა. მაგრამ მე მოვიდა ქორწილმაც ძალიან მაგრა ჩაი არა და მე სულ ბედნიერად და ისა კი არა და ძალიან არაპუნქტუალურები ხართ ეს ქართველები. რა თქვი? იმიტომაც იყო რომ ზუსტად 11 საათზე დაგირჭოთ ქანთარიამ დროშა რაიხსტაგზე. წამარის. რაღაც დიდი ლიმუზინი გაჩერდა ხოლმე. ნომერი აქვს VAT 001 და ან სოლომონია და ან რომის პაპი.
ვიხუმრე ქორწილია და ვიხუმრე საგნი გაქვს რატომ იგავთ ეს ქორწილი მოდი აი ხო გამოსატანია რა კარგად არის გამოდი თეთრ მარიკა აი ხა ღირსი არ არის რომ გაუძვირო ჰა კარგი რა დათმო შენ რაღა მოგივიდა მარიკა რატო ჭრი კარგი ხო ისედაც დასაჭრელია რა ვიდა დაიჭრა სირაკლი ხო კარგი მომეცი ერთი ისჭიქავ ნახო ღვინო ხო არ გათვა მომეცი აი ხო გეუბნებოდი დაისხით ერთი ნახეთ გათვა თუ მე მეჩვენება დაისხითო დათო გინდა მე პატარაში დამისვი ერთი წუთი გოგო გინდა მან აჰა ხო ქონია ვაიმე ნუ რადგან დასხმულია ერთ სამხეგზელოს გეტყვით მოდი იმ ხალხს გაუმარჯოს ვისაც ჩვენთან ყოფნა უნდა მაგრამ რაღაც მიზეზების და გამო აქ არ არის ვატო სოლომონს გაუმარჯოს გაუმარჯოს ირაკლი ეს ლოდინი და გაუგებრობა კატასტროფა თორემ ზუსტად რო ვიცოდეთ არ მოდის ქვემოთ ჩავიდოდით და ზუსტად ეგეთ როგორ ვერ ვიშოვიდით აი არ მოვა და ნუ მოვა აი ახლა რომც მოვიდეს მაინც უარს ვეტყვი ირაკლი მოვიდა 500 გამარჯობა ბატონო თენგის ორი ამბავი მაქვს ერთი კარგი ერთიც ცუდი რომლით დავიწყო კარგით კარგი ის არის რომ გადარჩა რა დაემართა სახლიდან რომ გამოდიოდა ფეხი აუცურდა და დაეცა სრული ამნეზია არაფერი არ ახსოვს რა არაფერი არ ახსოვს ირაკლი ფული რო აქვს მოსაცემი რაზე გავჩერდით? ისაო იშუშლა ხმალი ხო და იშიშვლა ხმალი მსუქანმა რაინდმა და თავი წააგდებინა იმ ენაჭარტალა დახლიდარს მოდი ჩემო დათო სიმართლეს და ყველა მართალ კაცს გაუმარჯოს გაუმარჯოს ეხლა მე როგორც თამადის მოადგილე ამ სადღეგრძელოს განვაგრძობ და ვიტყვი რომ მოგივარ გამარჯოს ოხ გოგი შენ გაიხარე რა ზუსტად 10 წუთში ისე ვიკრიბებით ასენდე